მე ვარ ბარბარე გოგოლაძე 7 წლის. ვსწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ცეკვა, სიმღერა და საქმიანობა რას ნიშნავს და დედიკოს დახმარება. სახლის სალაგებაში ვეხმარები და სარწმულის გაკეთებაში. ზოგჯერ დავყრი სათამაშოებს და მე თვითონ ვალაგებ. სახლში მაქვს ძალიან ბევრი სათამაშო. ჩემი საყვარელი თამაშია დამალობანა და კიდევ რა თქმა უნდა მიყვარს თოჯინების თამაში. სახლში მყავს 10 თოჯინა. თოჯინებთან ერთად სულ ყოველ დღე ვთამაშობ დედაშვილობანას. ყველაზე დამჯერდი და ჭკვიანი არის პატარა დაცუნია. ამ დაცუნიას ქვია ანასტასია. მე მინდა მაჩუქონ ჩემხელა თოჯინა. ზოგჯერ სახლს რო ვალაგებ ჩემი და კიდევ რევს. მაგრამ მე ხანდახან ზარმაცია და არ ვალაგებ და ჩემი დაკროყრის ის ალაგებს. რაც შეეხება საჭმელებს, ვიცი სოსისის მოხარშვა. ჩემი საყვარელი საჭმელია შემწვარი კარტოფილი. მე ასევე მიყვარს სიმღერა. ადრე მქონდა მიკროფონი, მაგრამ სამწუხაროდ გამიფუჭდა. ზოგჯერ სახლში ვაწყობ კონცერტებს. ჩემი საყვარელი სიმღერა მზის ფესტივალი. ზეო შენთვის მწყერი დღესა გამინათ და მანახე ლურჯი ზღვა. ღრუბლებში გავცუროთ ყვავილებს ვაჩუქ შენი სითბო არა სხვა. და ესეც არის პირველი ესე იწყება. ჩავალაგე ჩანთა მატარებელს გაყვა ვერ პოულობსად არის. ღრუბლებში გავცუროთ ყვავილებს ვაჩუქოთ შენი სითბო არა სხვა. მე მინდა ვიმღერო დიდ სცენას. მე ვიცი პიანინოზე დაკვრა და ვუკრავ ორ მუსიკას. კიდე მინდა ვისწავლო ვიოლინოზე დაკვრა. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ბავშვები ჭკვიანად იქცევიან და მასწავლებელიც მიყვარს. მაგრამ ზოგჯერ ბიჭები ცუდად იქცევიან. დარბიან და ზედმეტად ცელქობენ. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია მილანა ნათელაც. ყველაზე ჭკვიანია ნატალია თურმანიც. ყველაზე 7 არის მარიამ ლორია. ყველაზე ბედნიერი არის ლიზა მიქელაც. მე ვარ ყველაზე ლამაზი პრანჭია და დედოფალი. მე პრინცესებს არ ვუყურებ, არ მიყვარს და ჩემდაიკოს უყვარს. მე იმიტომ არ მიყვარს, რომ მე თვითონ ვარ პრინცესა. ჩემი საყვარელი მასწავლებელია ნანა ჩხაიძე. იმიტომ რომ ლამაზია, ბუნებას გვასწავლის და ბავშვებს ეხუტება. საყვარელი საგანია ხელოვნება, იმიტომ რომ მიყვარს ხატვა. მე ვიცი სახლის ხატვა, ბიჭუნას ხატვა, ყვავილის ხატვა და დედიკოსი, მამიკოსი, ბებიასი, ბაბუასი და ჩემ დაიკოსი ხატვა. ყველაზე ძნელია ბებიას დახატვა. ყველაზე ადვილია ჩემი დაიკოს დახატვა. ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 4 კარგი ნახატი. იმიტომ რომ ვაგროვებ, რომ დიდი რო გავიზრდები დავათვალიერო. ჩემი საყვარელი ფერი არის ვარდისფერი და არ მიყვარს თეთრი. ერთხელ გავყიდეთ მე და ჩემმა მეგობარმა ნახატები და ჩემი პლასტილინებით გამოძერწული. ეზოში გავყიდეთ, ბევრი ხალხი იყო, მაგრამ ზოგმა არ იყიდა. ზოგადად ჩემი ხელნაკეთი ღირს 10 ლარი. აი ესეთ ლამაზ რაღაცებს ვაკეთებ. მე როცა ფული მაქვს ხარჯავ შოკოლადებში და მარცხვებში. ჩემი საყვარელი ტკბილეული არის კიტკეტი. ეხლა მინდა იყო 12 წლის. იმიტომ რომ ბევრგან შემეძლება მარტო წასვლა. სახლში ვცხოვრობთ. მე, დედა, მამა, ბებია, ბაბუა და ჩემი და. კიდე მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი დაიკო არის 5 წლის და ქვია მარიამი. ის არის ცელქი, მეგობრული და პრანჭია. ჩემი აზრით მარიამი რო გაიზრდება, გამოვა გამყიდველი. ახლა აქვე მელოდება და თუ გინდათ გაგაცნობთ. აი ეს არის ჩემი ლამაზი დაიკო. მამიკო არის მხიარული, გულთბილი, მეხუტება, მე და ჩემ დაიკოს და ეხლა წავიდა გემს. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი,
კრანჭია და გულთბილი. კიდევ არის ჭკვიანი და ზრუნველი. მე მიყვარს მურთმინების ყურება. ჩემი საყვარელი მურთმინია ვასკა და ზუკა. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, სულ იქნებოდა კარგი ამინდი. მე დიდი რო გავიზრდები, მინდა ჩინური ენა ვისწავლო და ჩინეთში წავიდე. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ქართულის მასწავლებელი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მაღაზიის გამყიდველი. წინა მონაწილე დამეტოვა ესეთი შეკითხვა. ბარბარე რო არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე ბარბარე დამარქვა დედიკომ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ბარბარე რო არ მერქვას, მერქმეოდა ანა. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? მე მგონია, რომ ყველაზე ცნობილი ადამიანი არის ჟუჟუნა ბერით, ჩემი დამრიგებელი და საყვარელი მასწავლებელი. ბედნიერება არის მამიკოს მალე ჩამოსვლა და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.